მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. დაპირებული რუბრიკით დაგიბრუნდით მანქანების განხილვის თაობაზე. და დღეს უნდა განვიხილოთ რომელი მანქანა ქეთო? რომელი ერთი? ნეტავ რომელი. მე მგონი ხალხს რომელიც ყველაზე მეტად უნდა და ის უნდა განვიხილოთ ყველა ვარიანტში პირველი. აი ეს სილამაზე. ცოტა გაბრაზებული. როგორც ძახიან ხოლმე, გაბაზებული ლუბიკონი. რაზიანი. გურო, ხო აგვეთყვი რამეს ტექნიკურად შენ მანქანაზე. მე უბრალოდ მომწონს და სუბიექტურად პატივს ვცემ ამ მანქანას და ხალხს ობიექტურადაც გავაგებინოთ. ეხა დაიწყე ადან ჰაერდე ჩაყევი როგორ გადაყევი ამ მანქანას. მანქანა შევიძინეთ ამერიკაში. ცნობილი ზევსი სახელით. ჩამოვიდა როგორც ვილისი, ეს არის საჰარასა და სპორტ შორის საიუბილეო გამოშვება. უფრო დეტალურად მოგვიყვება თვით ზევსი თუ რა გაკეთდა, როგორ რანაირად და მოვიდა ამ სახემდე. აჰა. აბა დავიწყოთ. ტექნიკური დავიწყოთ, ხო? მე მგონი ჯობია თავიდან. ტექნიკურით უფრო საინტერესოა. მოკლედ, როგორც ვაკეთებ, ვილისის კომპლექტაცია არის, ჩვეულებრივი რანგლერი, არაფერი განსხვავებული არ არის. რით განსხვავდება სპორტსა და საჰარას შორის? რო არის ეს ვილისი? რაღაც ძალიან უმნიშვნელო დეტალებით რა, ხო, просто სახელი აწერია ვილისი და რაღაცა ზოგს შეიძლება აქ უკან ელესდეხიდი ზოგს არ აქვს და ვერ მიხვდები მაგას რა, ესეთი. აგერ ჩვენ მეგობრებს მოგვადგნენ. მოკლედ. და ეს სპორტი და საჰარა რით განსხვავდება ერთმანეთისგან? სპორტი და საჰარა განსხვავდება. სპორტსა ღიეხიდები წინას უკანაც. საჰარას აქვს ელესდეხიდი უკან, წინა იმასაც ღია აქვს. დაკიდების სისტემა ერთი და იგივე აქვს, არაფერი დიდი სხვაობა არ არის. ერთადერთი ზოგ მოდელს არის ზოგ სპორტს აქვს თვალზე მექანიკური შუშის ამწევები, რაღაცა ნაჭრის სკამები შიგნით სალონში და ესეთი რაღაცა თვლიან დეტალები სხვაობები არის. არა, არის საჰარა ეს არის ახლა ზოგან ისეთი გააჩნია რა, როგორ შეუკვეთავს ეს კლიენტი წარმოებელს იმის მიხედვით აკეთებენ რა თავიდან. მოდი გითხარი მაშინ აბა რა გაკეთდა როგორანაირად? ჩაგეჭრებით რა არ გაკეთდა გურო მაგიცა რა არ გაკეთდა? ერთადერთი რა არც გაკეთდა ვერ მივედი იქამდე სალონში მინდოდა რაღაცა ისეთი კარგი რაღაცების მოწყობა უკანა მხარეს ანუ თქვა უკანა ხრის განყოფილებაში რა. მოკლედ დიდი ცვლილება შეგით მაშინ სალონში ეს თქვა არ არის უკანა მხარეს არ არის წინ განახეთ შეგახედეთ ჩი როგორიც არის რა არის და რა გავაკეთებ და პარე ვნახოთ და თან მე წამოვყვეთ ხიდებს და ასე შემდეგ რა. უკან არ შევეხოთ, იმიტომ რომ შესვლა მინდოდა უკან, სხვანაირად მოწყობა მინდოდა როგორც საბარგულის და არც სკამი მინდოდა, არაფერი არ მინდოდა და რაღაცები, დავტოვე ისე, ანუ ვეღარ მოვასწარი მაგის ეკეთებას რა. შეცვლილი რა გვაქვს, შეცვლილი გვაქვს, დამაგრებული გვაქვს ესეთი კრონშტეინი, ისი რადიოსადგურის. ასევე, არა მარტო ის არის რადიოსადგურის, რაღაც ათავსოებია და ასეთი რაღაცები ხდება. იცი? ეს ჩვენი მარჯვენა ხელი. ეს ზოგადად მაგრად მადგება, იმიტომ რომ პენტი რომ მაგრად ზოგადად ტალახიანი რო ხარ, მოხროულზე და ვერაფერს ვერ ხედავ. აქედან ხედავ უკან რა ხდება და წინა კამერაც აქვს ასე. მოხსევს თუ არა ლურჯი. ხო, მაგისტრის დავაყენე ზოგადად რომ უკან დავინახო. მორჩა. აი ესეთი ცისფერი ლამაზი, ბრილიანტისფერი რუბიკონი და შავი ამისფერი ბოდიში. ამ ბავშვმა ხო არ დაგვასადა. ამ ბავშვმა ხო არ დაგვასადა. მაიტა ბენზინი არ გამოელია. გურო, წანი ლაპარაკე. მოკლედ გვაქვს ეს ცნობილი ასე ვთქვათ, რა ქვია მას? ციმციმები. მაჭუტები. მაჭუტი არის? ხო. მაჭუტი. ესეთი განათებები სხვადასხვა ძალიან ბევრი ამკითხა თავიდან და ახლა ნელ-ნელა შეიძლება სხვადასხვაებმა უკვე დააყენეს და გვაქვს კიდე რა გვაქვს?
გვაქვს კიდე მოდი განათებებზე მოყევი, ბარემ. განათებები, სასანთებები, ნუ აქ ვანთებთ. ვიყენი ახ ცოტა ისეთი რაღაცები მაქვს დაკლებდა. ყოველთვის ახლა. ნუ ძირითადი განათებები არის. დედბარის განათება თავარი ყავდა. ასე. გვაქვს ავრორას განათება, ლედბარის, მაგრამ ნუ სხვადასხვა ფერებში ერთობა ახლა, ნუ მაგას ახლა აღარ ჩამოყვები ახლა იქ როგორ ინთება, აქ როგორ ინთება რაღაცა. გვაქვს მე ეგრეთ წოდებული კაპოტის განათებები, აქედან გვაქვს სასაფლავი, ესე იქნება, ეს მოდიში, ეს რაღაცა მე მგონი მაინდა-მაინც დღეს. აჰა, აიტო. გვაქვს ასევე დუღზე სანათები დაყენებული, სულ რომ ეკითხებიან რანაირად სად იყიდე, როგორ იყიდე, რანაირად ხენი. ნუ ეს კაპოტი და ნუ მე გაბარიტად უფრო ლამაზად ჩანს, ასე 4 ყველანაირ ერთ ფორმაში ერთნაირად ჩანს მოკლედ ის ფერები და უფრო ლამაზად არის. კიდე რა გვაქვს? ნუ ეს ხელი სამაგრები რა თქმა უნდა. ვარანგლერის სტილი, მოსახერხებლად, ამოსასვლელად, უფრო მარტივად ამოხვიდე მანქანაში და ჩაჯდე და მართო მანქანა. რა გვაქვს კიდე? აქედან გვაქვს კომპრესორის ჩართველი. ეს კომპრესორის თავს უკან ხიდის ბლოკს და წინა ხიდის ბლოკს. ამის გარეშე ეს არ ჩაირთვება, ესენი კომპრესორი აუცილებელია, არა მარტო ამისთვის კომპრესორი საბურების დასაბურებაც ვიყენებთ ხოლმე. და ეს სტანდარტულად რანგლერის სტილში რაც არის, ეს მოპარის ბრეკეტი მიყენიათ, მოყვა სხვადასხვა. ესეთი ამერიკულ სტილში რა ესეთი. ჩაკეთდა რა. ნუ აქედან გვაქვს ელემენტარული ყველა მოაქვს იმას ყოველ რანგლერს და ყველა გამავალ მანქანას აქვს ხიდის ჩავწველი, რაზდაც არის გამანაწილებელი იდეაში. ქართულად ავიდა მოსული სიტყვები. და მე მგონი გარეთ გადავიდეთ და გარეთ ხიდებზე ვისაუბროთ და გადავლებებზე და ასე შემდეგ. გიგია ხო? მოკლედ დავიწყოთ უკანა თვლებიდან ასე ვთქვათ ხიდიდან უკანა დატულად თვითონ ასე ვთქვათ ჩულოკი რაც ქვია როგორც ძახიან ხიდს არის თავისი ქარხნული თუ დანა 44-ია უკანა სპორტზე საჰარაზე ეს დანა 44 ჩამოვიდა? ხო, უკანა დანა 44-ით ჩამოვიდა კი ბატონო. ასევე ახლა ამ ხიდში ახლა ნუ სტანდარტული კი, მაგრამ შიგნითა ვართ ჩარეული რა, მე ტექნიკურად გავაძლიერეთ რა. დადაბლებები გვაქვს შეცვლილი, 4.8 ვიყენია დადაბლება. გვაქვს airbus ბლოკი, აირზე, ანუ აირის ბლოკებს ეძახიან. კიდე რა გვაქვს? უკან რა გვაქვს? ნუ დაკიდების სისტემა. ეს რა არის გურო? ეს არის ძალიან კარგი გამოსადეგარი device-ი, ესე ვთქვათ, აქ რანგლერებს თუ იცით, აქ სანომრე დამაგრებული ამათზე რა. ეს სანომრე რომ მოხსენე, ასე არ ხდებოდა რა. და ნუ აქ რჩება ეს ნახრეტები რჩებოდა და ეს შევიძინე მე ამერიკაში გამოვიწერე. აი ახლა რომ კონდეს ამის ფუნქციის ბოთლი რო წამოგვეღო, რატო არა გვაქვს ბოთლი? გასახსნელია რა, ნუც გახსნი. გაზიან სასმელს გახსნი, რომელსაც ესეთი რკინის თავსახური აქვს რა. ეგ არის. დავიდეთ ახლა. მაშინ. ნუ ეს კი ვიცით ახლა. ბევრი კი მეკითხება ეს რა არის? ვისთვის არის ახლა? ვინც ოფროუდთან შეხება რა? ეს არის ჰაიჯეკი. დანგრატი? ჰაიჯეკი ქვია, ხო? დონკრატი. საოფროუდო დონკრატი რო საჭიროა საბურავებში, ტურკირობებში. ამის გარეშე მანქანას ვერ აწევ და ვერ მოხსნის საბურავს და არა მარტო საბურავს. რა საბურავია? საბურავი მე რა ვთქვა, ჯერ წინა ხიდი გავიხილოთ და მე საბურავთან. წინა ხიდი გვაქვს მოკლედ. ამ ეტაპზე დანა 44 დავაყენეთ. ეს არის და რა ეყენა? თუ ეყენა დანა 30. დანა 30-ით ჩამოვიდა? დანა 30 ჩამოვიდა და იმ დანა 30-ით ვიარე დაახლოებით წელიწად ნახევარი, მაგრამ იმ დანა 30-საც თავისი გაძლიერება გავაკეთეთ, ჩავშوقეთ წინა ხიდიც რა, მე ხიძეს ვიტყვი და მე ამ ხიძეს ვიტყვი რა არის და რა არის. ის ხიდი იყო, ნუ ზომა იყო დანა 30, სტანდარტული
სპორტის წინა ხიდი, ასე ვთქვათ. და მე იმას ცოტა ხა სუსტი იყო ოფროუდისთვის და ამბებისთვის რა. და ნუ როგორც თქვი უკანახიძე გადაცემები ვიყენია 488 და შესაბამისად წინა ხიდზეც უნდა დააყენო იგივე გადაცემა, რომ იმუშაოს და სწორად გამართული იყოს. ისე არის მიშოებს სხვადასხვა გადაცემები და ქონდა გადაცემები წინას და უკანაც 373 როგორც მახსოვს რა. ის ცოტა სუსტი იყო საბურავებისთვის არ ყოფნიდა და აგიტომას გადავწყვეტეთ უფრო გადავლება ამ ხიდების. იმ დანაოსდაათზე კიდე ჯერ სადავართ. ნუ იმ ხიზეს აერბეს ბლოკი აყენა. ჩუკანა გვეყენა ასივის ნახევარ ღერძები პლუს ხუმბარები ერთად იყო, რომელიც უპრობლემოდ მუშაობს და იმ ხიდმა ისეთი გამოსტები ჩააბარა და ისეთი ტესტები და ამბები დღემდე უპირთ იმ ხალხს, ვინც ხელოსნობდა და ხო, შეესწრო და ვინც ვისთან ზოგადად დავდიოდა აკეთებდა ხოლმე რა. სახელაგვარ ახლა არ დავასახელებ, მაგრამ ეს ამდენი რომ ვილაპარაკეთ ამ ხიდებზე, ახლა რა აყენია? ახლა გვიყენია გიო, რა ვიცი, მასკენ ვინა გადავუღე. დანა 54 აყენია წინაც, მაგრამ არის ეს კაცლიერებული სპეც ხიდი, ასე ვთქვათ, თვითონ ჩულუკის ხიდია, აი რუბიკონთან შედარებით მსხვილია უფრო, არის სპეციალურად გამოშვებული, რომელიც გვენდავს ამ ხიდებს არის ჯირო. ამაშიც შესაბამისად აყენია, ნუ გადაცემა იგივე რა, ნუ თავის შესაბამის ზონაზე 488 დავაყენეთ და პლუს აერბეს ბლოკი. ნახევართვარეები ამაზე აყენია 35 შლიციანი, ესე ქართული არის ყველაზე მსხვილი ზოგადად რანგარებში რა. და შესაბამისად ამაზე აყენია ჯვარედინები რა, ნუ ძალიანაც კი არ მიყვარს ეს ჯვარედინები. ცოტა. ნუ ახლა ცუდი გამოცდილება გაქვს, ხო? ჩვენ რელიეფს ჩვენთან საქართველოში ჯვარედინები კარგად არ მუშაობენ, იმიტომ რომ ის თავისებური მართვა უნდა, თავისებური მოხმარება უნდა რომ არ დაგიზიანდეს რა, იქ საჭე არ უნდა იყო ყველაზე კალი იმაში ლიანში რუსაზე ხარ. სასაჭიაღებულზე დაბუქსავება არ უყვარს და ამ დაბუქსავების დაპირთვას რომ მიიღებს, მე ტყდება ხოლმე რა, ხშირ შემთხვევაში ტყდება. გურო, ეხლა რა გითხარი, იცი? მაგის. ხიდებზე ვისაუბრეთ კრესტავინებზე, მე ესე ვიტყოდი და შენ გაკეთი, კაი რაღაცა გაკეთებული რა, ხუფე. აი, მაგ ხუფებზე რა, რამდენად კარგი რაღაცა არის და რამდენად საჭირო არის აი ჩვენ ასე თქო გასვლებში, ამბებში აი ხუფების თემა რა. საჭირო კი არა, საჭირო არის და მან გჭირდება, იმიტომ რომ თავისი ქარხნული ხუფები რაც არის თხელი რკინის, ასე ვთქვათ, ძალიან თხელია, რაღაცა სიტყვაზე ამ ქვას რომ მიარტყა, რაღაცა დიდი ხარ ხო, იმაში. ქვიან ადგილზე მიდიხარ, ლიანში მიდიხარ, ასე ვთქვათ და ანუ ის დაზიანების შემთხვევაში თავის ქარხნული ხუფები თხელი როა დარტყმისგან იღუნება და შესაბამისად მე იცის ზეთის გაჟონვა და ეს ახლა უფრო რაგას ვერ გაიგებ, იქ ჟონავს, აჟონავს, უტალახიანი ხარ, ვერც გაიგებ. შეიძლება ხიდმაც იმტყუნოს და ძალიან ისეთ დააზიანო და მე ცოტა ხარჯებთან ხარ დაკავშირებული და არა, ნუ ახლა თუ ისეთ ასე ვთქვათ, საშუალო ოფროუდიდან და ზემოთ გჭირდება რა. აი აქ სადაც ვარ და აქ სადნა მოედო ახლა ის სტაბილურია. და აყენია ესეც ჯიორის ფირმის წინაც უკანაც სქელი ალუმინები თვალშდების 3 სანტიმეტრი აქვს ის თუ 2.5 აღარ მახსოვს რა და შესაბამისად დაწყვეტასაც უძლებს დაზიანება და ნუ შესაბამისად ზეცას დაღურის და ვერ გააფუჭებ ხიდს რა. კარგია, ანუ ქვედა ნაწილი შეიძლება ითქვას რომ განვიხილეთ, ხო? კი ბატონო, მოდი ახლა მაშინ ამოსლებდა და დაკიდების სისტემაზე ვისაუბროთ რა. ანუ რა გააკეთე? რაღაცები, ბევრი რაღაცები, ლამაზები გიყენე რა. კი.
არა, რუბიკონსაც არ მოყვება ესენი, როგორც ჩვენაც გვაქვს გაკეთებული. არა, სტოკი რუბიკონის კიდე სხვა არის და ჩვენ ავართ რუბიკონის ზემოთ გასულები. არა მარტო მე, თითქოს ჩვენი მეგობრები ვინც ვართ და უმეტესობა ყველა მასე ვაკეთებთ და ვცდილობთ ეგრე გავაკეთოთ და უფრო რთულ გზებზე ვიაროთ და იქ ვიაროთ, სადაც სხვა ვერ მიდის და რატომ შვიდათ ვართ ხოლმე წყნარად სხვა. ხო აი, აბა ამორტიზატორებზე რა არის? გვიყენია მოკლედ დაკიდების სისტემა გვიყენია და ნუ დალიფტული გვაქვს 3.5 ინჩზე. გვაქვს. გვიყენია ზამბარები ამორტიზატორებთან ერთად Rogue Country-ს. ეგრეთ წოდებული სტержინები. ეგეც Rogue Country-ს. გვაქვს კიდე დემპფერი. არ ჩაგეჭრები. ესე იგი, Rogue Country-ს, ხო, Rogue Country-ს დაკიდების სისტემა შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტური არის, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს, ხო? ბიუჯეტური სხვათა იმასთან წერაფლექსთან, რაღაც Fox-თან, იმასთან, ამასთან შედარებით ნაკლები ღირს და მუშაც არის და ამტანის არის და იტანს რა, პრობლემა არა. მაგას ყავს ჩვენ მეგობრები, მე მაგასაც აქ ამოხდება, თუ აქ ამოხდება, დაეწერება. სად და როგორ და ნუ ბიუჯეტსაც მე დავწევ და რა ხდება და როგორ ხდება. ასევე გვაქვს კითხოს რა დაგიჩნდა ძმა, გაეცემა პასუხი? ვიდეოს ბოლოს კი, ოღონ ტიტრე. ჯერ მე დავითვალო, მე თვითონაც არ ვიცი რა დამიჯდა ბოლომდე. კიდე ბევრი რაღაცა გვაქვს, ყველაფერი ზე თქვა? ხო, აბა კიდე შემდეგი რა გვაქვს დემპფერი, ორ ამორტიზატორიანი. არა, ამაზე ერთიანი ბოდიში. და ის არის, მეორე თაობა, ახალი თაობა, ვერ შემოგვიდა ეს. და სხვადასხვა პირველზე კარგად გაცილებით კარგად მუშაობს. ასევე ნუ მაინც რუსული ის უნდა ვიხმარო რა, შტანგები ესე რა. რეგულირებადი შტანგები აყენა წინას უკანაც ეს და გვერდიდან გადაიღე. აი ეს შეიძლება რაღაცა. ცოტა დაგვიღანდა, მაგრამ ნუ ეს პროტოკოლები შტანგები 4 ცენტი ნაყენი 4 წელი ნაყენია. არის რეგულირებადი და ნუ გურო, რატო გიყენია? რა მაინტერესებს, რატო გიყენია დემპფერი? ანუ რატო არის საჭირო, რომ დემპფერი დავუყენოთ? აი, იგივე შემანქანას რატო დავუყენე დემპფერი? რატო და ესეთი დიდი საბურავებით რომ დავდივართ და მძიმეროა და თუ დატვირთა რო არ მიადგეს ნამეტანი იმას. ისე ვიწყდი რულაოე კალონკას, რომ მარტივად რო იმუშაოს და დაეხმაროს. საბურავების მოხვევის გაშლის მომენტში, აკეცვა გაშლის მომენტებში, მაგ ამბავში ძალიან ჭირდება. ქარხუნათაც მოყვება სხვათაშორის. ეს ქარხუნი რაც მოყვება, ის არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ნუ aftermarket-ი ასე ვთქვათ რა. კიდე რა გვაქვს? ნუ რეგულირებადი პანარები გვაქვს წინაც უკანაც. ანუ ეს რეგულირებადი შტანგები, პანარები, ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ მანქანის გეომეტრია გაასწორო კარგად, სწორად და წინაც და უკანას თანაბარ დონეზე იდგეს. და უფრო უკეთესად სამართავი იყოს ოქროუც. კი ბატონო. კიდე რა გვაქვს? ტრეკეტებიც გვაქვს. და ხიდებზე რო საუბრობთ და დაბლებებზე და ასე შემდეგ გამოგჩა თავარი რაც არის ზოგადად. რანგლერის და არმატურანგლერის ეგრეთ წოდებული რაზდატკა. ალბათ გამანაწილებული, ხიდებს შორის გამანაწილებელი. ეგ აყენია თავისი ხარხმული სპორტის. სპორტსაც, ბილისაც და საჰარასაც ეგრეს აყენია. ნუ რუბიკონს აქვს უკვე დადაბლებული რაზდატკა რა. დადაბლებული შვით რო იაროს და თოვში დაშორებს აღარ თოვში სასიარულოდ და კლდოვან მასივზე და ასე ვთქვათ, ფებზე სასიარულოდ დავალირე დადაბლებული რაზდატკა ან რუბიკონის უკაცრავად ეთესია და ძლიერი. და მე რატო არ შევცვალე მაგასაც გვეუბნები. თავიდან ვაპირებდი მაგის დადაბლებასაც ძლიერი იყოს, მაგრამ მე გადავიფიქრე ამის აღარ ცოტა ის რაგის, ტრაგლეხურ ენაზე. რუბიკონის არის მოკლე რაზდატკა, ანუ უფრო დადაბლებული ვარ ნელად ან ნელის ვარ, რა, მოკლეს ჩქარებში გადავწვა და ასე შემდეგ.
სპორტის არის ეძახიან გრძელი რაზდატკას. ანუ რაზდატკა ჩართულზე შეგიძლია გას გაყრით უფუჩქარე იარო, ვიდრე მაგალითად ბეტონის გადაგლებასთან შედარებით და შედარება. ან ლიანებში და კალახში სადაც გასაყრია ჩქარი რომ გაიარო და არის. დებია ამ შემთხვევაში ესეთი ვარიანტი რაზდატკას რა. ნუ რუბიკონის ახალ მუშაობითაც თუ მუშა არის ძლიერია რუბიკონის, მაგრამ და ესეც მუშაობს რა, იტანს. ასე რომ ეს თუ ვინმე დააპირებს რაღაცის შესრულებს და რაღაცებს, ან კითხოს ან და ურჩევთ რომელი ისთვის უნდა და იმის მიხედვით ურჩევთ თქვენს როგორი რაზდატკა. გურო, მოდი ჯალოზე ვისაუბროთ რა. რამდენად საჭიროა და რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ჩვენ გასვლებში და ჩვენ ამბებში ჯალოს ქონა და ზოგადად რა მახასიათებლები გვაქვს და რას გვირჩევ რა. მისი ბიჭია. აჰა. ჯალო ძალიან აუცილებელია უხრობზე. ანუ ჩათვალე რომ მეორე მანქანა ყავს დამატებით წინ რომ საქმეში გეხმარება, ჩავარდნის მომენტში მარტივად ამოდიხარ და ასე შემდეგ. ჭირდება საჭიროა რა მოკლედ ჯალამბარის ქონა. ჩვენი ჯალამბარია არა ისეთი ძვირიანი ბრენდი, X-Dyna არის ჩინური ბრენდია, მაგრამ ბიუჯეტურია სხვათაშორის ძალიან ხელმისაწვდომი შეუძლებელი და ძალიან ძვირის არ აღის და მეორე წელია განჯვაწამებაშია გვემსახურება და პრობლემა არა. არა მარტო მე სხვებსაც და ნუ ხშირად ვიყენებ ხოლმე. არის ჩვენ 13500-იანი ეს დაახლოებით არის 6 ტონა ნახევრიანი. აქ სადენების გარეშეც სამართავი პულტი და ანუ სადენიანი პულტიც უერთდება და თუ ის პულტი და უსადენო გაბმული. ბატონო. დაძრავია. ძრავია ხა. ყველასთვის ცნობილი ძრავია 3D6 პენტასტარი, 6 ცილინდრიანი V6 პენტასტარი. არა მარტო ვრანგლერებში დგას, ბევრ მანქანებში დგას რა და სხვათაშორის ისაა. საკმაოდ გამომდგარი და ისეთი გამოცდილი და დღესაც მაგდროებს აკონებენ ახალ მანქანებში რა. ანუ სხვა ძრავებიც არის, მაგრამ ნუ 3D6 დღემდე მოდის მაინც. ოჯებში, გაისლერებში და ასე შემდეგ რა. ვისა ბიჭო. გურო, მოდი ძრავის ამ მინუსებზე ასე თქვა ვისაუბროთ, მაინც აქვს ყველაფერს თავისი მინუსები. ყველას თავისი მინუსი აქვს. და როგორ უშველე ან თუ უშველე ან რა გააკეთე და ასე კი ბატონო, ძრავი ამათი პრობლემა არის ეგრეთ წოდებული გოჭის ეძახიან რა. თავისი კახნული გოჭი არის პლასმასის კორპუსი. ეს პლასმასის კორპუსი რაღაც ტემპერატურის და გაცხელების და გადახურების მომენტში იღუნება დეფორმირებას იღებს და შესაბამისად მე ზეცის გაქცევა იცის და ნუ პრობლემები მოდის მარტივად. მაგრამ ეგეც ეს არის გამოსწორებადია და შეგიძლია იყიდო ალტერნატივაში ანუ ნებისმიერი არის რამოდენიმე ბრენდი რომ ყველა მუშაობს ალუმინის კორპუსიანი ნაიყიდო და აყენო და მინიმუმ 2 წელი ხმას არ ამოიღებს მოგემსახურება ბოლომდე. კი ბატონო. და გვარა კიდე რა გვაქვს ამის მე პრობლემა მახსოვს ხო ეს ხელი გავუშვი. მაგას ხელი გავუშვი. ყველას უყვარს ხოლმე მოკიდებს ამას და ეს რა ეს არის მეგობრებო ხის ტოტების ასე ვთქვათ ასარიდებელი ყველა კითხულობს ამას რისთვის არის ამაზე ხის ტოტები რომ გადაიღეს ისე შვიდად წარა და აუცილებელი ხელით ჩამოეკიდოს ზემოდან ისე თქვა რომ აი ეს რა არის არ უნდა მოკიდო ხელი ამ ჯანჯღარში ახლა დამაგრებულია იქაც აქაც შესაბამისად იშვებს და ერყევა და ფუჭდება ასე რომ გურო მე მახსოვს ჩვენ ვიყავით რაჭაში თოლში ესე იგი შენს და ნინაც იყვნენ ეგენი ვიყავით ესე ვთქვათ თოლში მივდიოდით ჭრიდით ამ თოლს და მათ ჰქონდა ერთი პრობლემა აი მოდი მაგ პრობლემაზე ვისაუბროთ და როგორ გამოვასწორეთ ეგ პრობლემა რა რომელიც იყო აი ჩვენი ტკივილი მანქანა მიდის და უცებ ოპ ითიშება რა ხდებოდა მაგას თუ გახსოვს ითიშება რა ნუ ჩერდება თავდაცვის რეჟიმი აქვს ეგეთი რომ ძრავი არ გადაახურება ეგ არის რადიატორის წყლის რადიატორის პრობლემა
არ ყოფნის გაგრილება იმდენად ასე დატვირთვებზე და ჩვენ სადაც და ვიდეოები ნანახი გაქვს ჩვენი სად დავდივართ და რამხელა თოვში და როგორ დავდივართ. თავის რადიატორი შესაბამისად პატარაა და შესაბამისად კარგად ვერ გრილდება და პრობლემა აქვს, ანუ რო გაცხელდება და 100 გრადუს ასდება, მერე თვითონ ავტომატურად ან გას არ მიგაცევნებს და არ გაგიშვებს. აი იქით რომ კაი გაჩერდი გეყოფაო, მეუნება რა. ცოტა გავგრილდა და მერე გავაგზავნებ შეარუსს და ეს ვიტანჯებოდით ხოლმე რა ამ ამბავში. მერე ნაგებ და დავითა მოიძიეთ. ვიკითხეთ ის სად რო განაირად რაღაცა და ნუ ჩამოვიტანეთ ეგეც ჩინეთიდან. რა ყველაფერი იშოვება. ჩამოვიტანეთ დიდი რადიატორები, გაცილებით მოცულობა შიგნით მეტი აქვს, დაახლოებით 3-დან 4 ლიტრამდე მეტი ჩადის, ხო, სითხე. კი ბატონო, სიმახსოვს რა და მაგის მერე ალუმინის რადიატორები მთლიანად, ხო, შუმთლიანად იცვლება. თუ გინდა გავაჩვენოთ. არა, მე არა. წყლის პრობლემა აღარ გქონდა. წყლის პრობლემა და გახურების და გაჩერების პრობლემა აღარ არის და მიდიხარ ბოლომდე სანამ ბენზინი გეყოფა, საწვავი გეყოფა. მგონი ესე თუ გავაგრძელებთ ამ ეს ღამი არ გვეყოფა. აგვაღამდა უკვე. ამის დეტალების სალაპარაკოთ. ასე რომ აქ დაგემშვიდობებით, ძირითადი განხილვით და ვინ იქნება შემდეგი? აბა დაწერეთ კომენტარებში.